წარმოგიდგენიათ? რამხელა ფორას აძლევს? ილია თოფურია ისლამ ახაჩევს თუ ეს ჭუბი შედგა 77 კილოგრამში. არ ვიცი, ეს იქნება დაუჯერებელი ორთაბრძოლად და სანამ თავარ საქმეზე გადავალთ. მოდი მალე ავიდეთ 10,000-ზე რა. ძალიან გთხოვთ. ვით უყურებთ ამ ვიდეოს, გამოიწერეთ ეს არხი, გამოიწერეთ Club 4-ის, სადაც მე და ზუკა პირდაპირ ეთერები სადაც გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კონტენტს ვაკეთებთ იქ. ეს არის უბრალოდ ჩემი ყოველდღიური დღიურები ჩათვალეთ. Club 4 არის არხი, სადაც ჩვენ ფსონი გავაკეთეთ, რომ იქ უნდა ავიდეთ და იქ უკვე 10-ს მიუკაკუნეთ და თუ გადახვალთ Club 4, კლუბი ნომერი 4 ან Club 4. გამოიწერეთ, ეს არხით გამოიწერეთ და MMA-ით და კრივით არ მოგასვენებთ პირობას გაძლევთ. ეხლა გადავიდეთ მთავარ ამბავზე. რა სტილისტიკური სხვაობებია ილია თოფურიას და ისლამ ახაჩევს შორის. მე ჩემი ფორმულა მაქვს, თუ როგორ შეიძლება რომ ადამიანი დაიჩაგროს ჭიდაობაში და როგორ შეიძლება რომ ადამიანი არ დაიჩაგროს ჭიდაობაში. ჩემი ფორმულა არის ესეთი. სხვაობა ორი მებრძოლის მხოლოდ და მხოლოდ ჭიდაობის ლეველებში უნდა იყოს 1.5-დან 2 ქულამდე. გამეორდები. სხვაობა ერთ მებრძოლსა და მეორე მებრძოლს შორის მხოლოდ ჭიდაობის სკილში უნდა იყოს 1.5-დან 2-მდე. ეხლა ახსნი. მაგალითად მე ვჭიდაობ 10-დან 8-ს. და ეს ვიღაც ბიჭი გიორგი ჭიდაობს 10-დან 6-ს. მხოლოდ ჭიდაობის სკილები არის. ეს უკვე არის საკმარისი სხვაობა, რომ მე MMA-ში ვათრიო. იმიტომ რომ MMA ხო ბევრ ამას აბათილებს, MMA-ში კაც შეგიძლია რომ ფეხი ჩაარტყა, კაც შეგიძლია რომ ხელი ჩაარტყა, კაც შეგიძლია რომ ეს რა ქვია, ტკივნეული გაუკეთო, ხო? ანუ თავისუფალ ჭიდაობის ილეთებს და ზოგადად ჭიდაობის ილეთებს არა აქვს გათვლა რომ ვინმეს ჩაარტყავს იქ, ხო? არის უბრალოდ თავისუფალი ჭიდაობის ილეთები. და შესაბამისად ეს MMA-ში ეს დართული უფლებები რო ემატება, მე ბათილდება ბევრი რამე, ამიტომ საკმარისად უნდა გქონდეს სხვაობა შენ მეტოქესთან ჭიდაობაში, რომ ის MMA-ში ათრიო. და ჩემთვის ეს ქულა არის, აი ვინმე თუ ჭიდაობს 10-დან 6 და მისი მოწინააღმდეგე ჭიდაობს 10-დან 8-ს, ეს ტიპი ათრევს ამას MMA-ში. უკვე ჭუბს თითქმის აზრი ეკარგება, იმიტომ რომ აი ხამზატი დუპლესი მოხდება რა. ეხა ხამზატი ჭიდაობს მაგალითად 9 და 5-ს, დუპლესი 8-ს ვერ ჭიდაობს. აი სადღაც 7.4-ისა და აი ეგრეც მოუწია რა. რაც მოხდა აბსოლუტურად ლოგიკურად მოხდა. ილიას და მახაჩევს შორის არ არის ასეთი სხვაობა. საიდან ვიცი? იმიტომ რომ მე ვიცი რომ ილია ვოლკანოვსკიზე უკეთესი მოჭიდავე არის. მაგაზე თავს დავდებ. და ვოლკანოვსკი იმას რა ქვია, ისლამ მახაჩევს საერთოდ თავისუფლად ეჭიდავა. ჩართეთ უყურეთ, ხა მარტო ის გავიგე, მოიქნია წიხლი, მოარტყა ფეხში, დაეცა ვოლკანოვსკი, ჩამოვარდა მაცივარი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გასაგებია იქ, მაგრამ 25 წუთი ხო იჭხუბეს და ხო უყურე შენი თვალით. ხო. გადასარევად ეჭიდავა, ანუ არაფერს საერთოდ ჭიდაობით ეგ საფრთხეში არ ყოფილა მან. ყველაფერს გადასარევად ჩვეულა. ილია ბერძნულ რომაულს ჭიდაობდა და შავი ხამარია, მაგით დაიწყო მერე ისწავლა ხელის დარტყმა. შესაბამისად, მაგას ეგ დაივიწყეთ, რომ ეხა ის რაღაცა ტეიქდაუნები და ეს რაღაცა მიჭყლიტვა და მოჭყლიტვა. არ გვაძლევს ფურცელზე არსებული ინფორმაცია, არ გვაძლევს მაგის უფლებას, რომ ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ისლამ მახაჩევი მოახდენს ილიას დომინაციას პარტერში. ყველა ინფორმაცია რაც არსებობს, გვეუბნება, რომ კი ტეიქდაუნს გაუკეთებს, კი რთული იქნება, თუმცა ეს არ იქნება რაღაც დომინაცია და ერთხელ თუ წაიქცა ვეღარ ადგა. არ არსებობს ეგეთი რამე. მეორე, დგომი. იცით რამდენად რთულია მაქს ჰოლოვეის, რომელიც არის ლეგიტიმურად
კარგი სტრაიკერი. ლეგიტიმურად ტიპი, რომელმაც კარგად იცის ხელების ხმარება. მას ჰქონდა პრეტენზია საუკეთესო მოკრიბებაზე ცოტა პორიეს. მაგრამ კი უპასუხა პორიეს მე. ერთი სიტყვით მაქს ჰოლოვეი რო დაიჭირო ეგეთ დარტყმებზე როგორცაც ილია დაიჭირა, ამას ირდება ტოპ კლასი. ისლამ ახაჩევი მან და არ არის ახლოში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ისლამ ახაჩევი არის კარგი სტრაიკერი მასთან, ვისაც გული უსკდება იმაზე, რომ ეხა ტეიქდაუნს გაუკეთებ. ილია ეგრე არის ჭუპს. არც ერთ შემთხვევაში. მდგომში იმხელა უპირატესობაა, რომ ვერ წარმოიდგენთ. და მან უკვე მთავრდება თითქმის ისლამ ახაჩევის რეალური შანსები მან მთავრდება. ეს ჩხუბი ფეხზე თუ დადგა, ეს ჩხუბი ფეხზე თუ დარჩა, ეს ჩხუბი თუ გახდა MMA-ის ჩხუბი ოღონდ დგომში, ილია თოფურიას ბადალი არ ყავს 66-დან 77-მდე. უბრალოდ აი შავკატა არის ძალიან დიდი და უაზრო დიდი და მაგიტომ, თორე 66 კილოდან დაწყებული 77 კილომდე დამთავრებული მებრძოლები, რომლებიც არ აღემატებიან 1.80 მ, ვაფშე ყველას გათიშავს ფეხზე. ილია არის მაგდენად უკეთესი მაგ ხალხზე. შეხედეთ რა ვთქვი, 66 კილოდან 77 კილოს ჩათვლით. ადამიანები, რომლებიც არ აღემატებიან 1.80 მ, ფეხზე ვინც დაუდგება ილიას, ილია აბსოლუტურად ყველას გათიშავს. უბრალოდ არის ზომებში სხვაობა და არის ხა შავკატი და ბაკალი და ვიღაცები, ძალიან დიდები არიან და მაგიტომ არსებობს ზუსტად წონითი კატეგორიები, რომ სპორტული სამართლიანობა არსებობდეს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ორთაბრძოლის მნიშვნელობა გავიაზროთ. ეს იქნება UFC-ის ისტორიაში ყველაზე ბევრის მთქმელი ჩხუბი. ეს იქნება UFC-ის ისტორიაში ჩხუბი, სადაც ყველაზე მეტი იდოს სასწორზე, სადაც pound for pound პირველი იბრძოლებს pound for pound მეორესთან, სადაც ორი მებრძოლი ერთი რეგიონიდან გადაწყვეტს, რომელი უფრო ძლიერია ოქტაგონზე. იმედია, რომ ისლამ ახაჩევი ჯეკ დელას დაამარცხებს და ამ ჩხუბს ჩაშლის საშიშროება არ დაემუქრება. 16 ნოემბერს ჩაინიშნა ოფიციალურად მადელინას და ისლამის ორთაბრძოლა. ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა. ესე ამბობენ ხოლმე, რომ მადელინას თოფურია სტილი აქვს, კი, მადელინას კარგი ხელები აქვს და კარგი თავდაცვითი ჭიდაობაც აქვს, თუმცა ახლოსაც არ არის მადელინა იმ ნიჭთან, რასაც ილია ატარებს კრივში. მადელინას one punch KO გააქვს ნანახი. წარმოიდგინეთ, რომ ილიაზე ამბობდნენ, რომ 145-დან, როცა 155-ში ამ წონის ესა რა ქვია, ტრანზიშენი გადაითარგმნება მისი დარტყმის ზალა 66 კილოდან 70 კილოგრამში. ბუმ! ილიას ორჯერ აქვს 70 კილოგრამში ნაჩხუბარი და ორივე არის MMA-ის და UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური KO-ები. ჯაი ჰერბერტის და ჩარლზ ოლივეირას. ორივე აცხონა ილიამ. ისე დაარტყა. რა წონის თარგმნა ვებს საუბრობ. ილია თოფურია ყველასთან ფავორიტი არის. კიდევ ერთხელ გეუბნებით, 66 კილოგრამიდან დაწყებული 77-ით დამთავრებული ყველა მებრძოლი, ვინც არ არის 1.80 მ-ზე მაღალი, ილია არის ყველასთან თითქმის ფავორიტი. შეიძლება ვიღაცები იყვნენ 1.80 მ-ები და უაზრო დიდები და რამდენიმე შეიძლება გამოვჩეს. მაგრამ მაგას დაამტკიცებს ილია, როცა 77-ში ციჩხუბებს. მე ხა დაგემშვიდობებით. თქვენ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, თორე ძალიან მეწყინებთ.